ყველაფერი ის, რაც მე დღეს მინდა და არ მაქვს, რაღაცა ნაწილს ჩემში არ აწყობს და იმიტომ რაღაცა ნაწილისთვის ჩემში ეს არის სახიფათო. იგივე ეხება ძალიან ხშირად ფიზიკურ მდგომარეობასაც. რაღაცა არის ჩემში ისეთი, რისთვისაც ეს მდგომარეობა არის ყველა დასწავლილი და თუ კონკრეტული დაავადებაც შეგვიძლია ვთქვათ. სისტემურ განლაგებებში ძალიან ხშირად ცალკე მიმდინარეობა არის სიმპტომების და დიაგნოზის და დაავადებებზე მუშაობის და ველში შემოდის დაავადება და რა თქმა უნდა, როცა რაღაცა დაავადება, ამით უნდა თუ ეს არის რაღაცა ისეთი სერიოზული, ამას აღვიქვამთ როგორც რაღაცა არასასურველს. ველში სისტემურად ყოველთვის შემოდის რაღაცაში დასახმარებლად დაავადება. არ მინახავს ველში დაავადება, რომელსაც ადამიანისთვის, ანუ იმ ადამიანის რეპრეზენტატორისთვის ცუდი უნდა. ეგ მეორე არის ჩვენ ამ ინფორმაციას მივიღებთ მე რას უზამს. ხელში რაღაცა ნაწილისთვის ის მდგომარეობა არის უსაფრთხო. ყოფილა შემთხვევა, რომ გაუცნობიერებია კონკრეტული დაავადება, რისთვის იყო საჭირო მე თქვათ გააცნობიერა და თქვათ გამოჯამრთელებულ ადამიანს. ყოფილა, თუმცა აქ ეგ არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი არის ინფორმაცია მივიღოთ იმ მომენტში სხეულის ის ნაწილი, რას გვეუბნება.